როგორც იცით, დავბრუნდი საქართველოში მეგობრებო და ეხლა ვარ ჩემს ეზოში, ადგილში, სადაც რამოდენიმე კვირაში უნდა იყოს კოტეჯი. მოვიცალი ამ საქმეებისთვისაც და სტამბოლში წასვლამდე ერთი ვიდეო ჩავწერე, გაჩვენებთ ახლა მაგ ვიდეოს. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ძალიან ბედნიერი ვარ და ემოციებს ვერ ვმალავ. რა ხდება ახლა? იმედია მოვავალ სათქმეს თავს და ვიბლოკუნებ. ძალიან ემოციებში ვარ. როგორც იცით, მიწის ნაკვეთი შევიძინე და კოტეჯის აშენებას ვაპირებდი ოღონდ სამომავლო პერსპექტივაში. და ჩამოვწერე რამდენიმე კომპანია, ვისთანაც დავრეკავდი და შევთავაზებდი ბარტერის სახით თუ კი დამეხმარებოდნენ. მეგონა საკმაოდ ხანგრძლივი იქნებოდა ეს პროცესი, მაგრამ პირველივე კომპანია, რომელიც მყავდა სიაში, ვისაც დავუკავშირდი, პანორამა ჯგუფის სამშენებლო კომპანია, რომელიც აშენებს ძალიან მაგარ ბინებს ქუთაისის ტერიტორიაზე და ასევე მარიამის სახლის რემონტში დაგვეხმარე, რამოდენიმე დღის წინ ვიყავით მისული. ცოტა კი მერდებოდა რომ დავუკავშირდი, ხელა საქმეს მაკეთებიებენ, მაგრამ მეთქი თუ კი რაიმე არ მეწყინება უარსაც თუ მეტყვით, მაგრამ უბრალოდ პირველ რიგში თქვენ დაგირეკეთ თქო და ეგეთი რაღაც მითხრეს, რომ ჩემს კოტეჯს, ჩემი ოცნების კოტეჯს რა რკინა ბეტონიც დაჭირდება, ყველაფერს უზრუნველყოფს ეს ხალხი, ანუ დავრა საძირკველში უნდა ჩავიდეს ბეტონი და ალმატურებით უნდა მოიქცოს და შემდეგ სვეტები უნდა ამოვიდეს ასევე, რომელზეც დადგება შემდეგ კოტეჯი და ამ ყველაფერში სამშენებლო კომპანია პანორამა ჯგუფი დამიდგება გვერდით. გვერდით დამიდგება კი არა, არაფერს არ გადამახდებიებენ, ისე გავაკეთებთ ამ ყველაფერსო, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება კოტეჯის მშენებლობა. ველოდებოდი რომ რამდენიმე თვეში დავიწყებდი, მაგრამ ხელოსნები მყავდა მოძებნილი, ძალიან მაგარი ბიჭები და არ მინდოდა გადამეწია კიდე და ცოტა ფინანსები ისე მქონდა და მეთქი ბალავერს თუ კი გააკეთებს ვინმე, ძალიან მაგარი იქნება თქო და სანამ მევეტყოდი რამეს, დედავს ვიცავარ, თვითონ მითხრენ რომ აი რკინა, ბეტონის კონსტრუქცია თუ კი რაიმე იქნება საჭირო, გამიკეთებენ ყველაფერს. ახლა ხან ვესაუბრე, 5 წუთი არ არის გასული, იმიტომ არ ასეთ ემოციებში. წავედი ახლა, კარგად იყავით. რა ვილაპარაკე არ ვიცი, მაგრამ ემოციებში რო ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, ეგ ვიცი. დიდი მადლობა ყველას, დარწმუნებული ვარ თქვენს გაგეხარდებოდათ, რატომ უნდა გწყენოდათ, რა ვიცი. მე ძალიან გახარებული ვარ. კიდევ ერთხელ მადლობა იმ ოქრო ბიჭებს და განაცვალეთ თქვენ. წავედი ახლა მშობლების მოსვლას ველოდები და უნდა ვუთხრა ეს ამბავი, მაგრამ მე როგორც მჩვევი რა ისე ცოტა ვიმაიმუნებ. კარგად. ასეთი ემოციები მქონდა იმ დღეს. ახლა გაჩვენებთ ადგილს მიახლოებით, სადაც უნდა გაკეთდეს კოტეჯი. ესე იგი, დაგვიგიმა. აი ამ ხერთან